დილა მშვიდობისა. ჩემთვის მართალია დილა არ არის, იმიტომ რომ 7 საათზე გავიღვიძე და მიყვარს ამ დროს გაღვიძება, იმიტომ რომ ყველაზე მეტი ენერგია სამყაროში და მოდის ძალიან კარგი იდეები. რაღაც წავიმუშავე ახალი იდეებზე, დავწერე მომავლის გეგმები. ეხლა უნდა ვივარჯიშო და სანამ ვივარჯიშებ, თმაზე გავიკეთებ ნიღაბს და თუ რა ნიღაბს გავიკეთებ, გაჩვენებ. ეს არის ძალიან მარტივი და მოგიუჯეტიანი, მაგრამ ძალიან ეფექტური. ესე იგი, სანამ სარვემბილი გზე ვირბენ, მანამდე დროს გამოვიყენებ და თმაზე წავესვავ აი ამ პროდუქტს. ერთი არის როზმარინის ზეთი, რომელსაც თმის ძირებში წავისვავ და მეორე ქოქოსის ზეთს წავისვავ ბოლოებზე, კარგად დაატენიანოს. არის ძალიან ეფექტური, მარტივი და ის პერიოდი, როდესაც გვაქვს რომ სახლში ვიყოთ, თუნდაც 1 საათი იქნება თუ 2 საათი, რაც დიდი ხანი გავიჩერებთ, უფრო კარგია. ძალიან კარგია თმისთვის. რა თქმა უნდა, სალონშიც ვიკეთებ სხვადასხვა ნიღბებს, მაგრამ ყოველთვის არ არის იმის დრო, რომ თქვა წახვიდეს სალონში და ამიტომ სახლში რო ვართ, უნდა გამოვიყენოთ პროდუქტიულად ჩვენი დრო. ძალიან გირჩევთ, ეხლა წავესვავ და გაჩვენებთ. აი ესე თმის ძირებში ყველგან რომ მოხდეს, კარგად უნდა გადავინაწილოთ. და როგორც ვიცი, ეხმარება თმის გაზრდას, უწყობს ხელს და ძალიან კარგი არის როზმარინის ზეთი. იყიდება, მე ვიყიდე აფთიაქში და რა ვიცი, მგონი არ უნდა იყოს პრობლემა ამის შოვნა. ეს არის ქოქოსის ზეთი, ამასაც აი ბოლოებში სუნიც კარგი აქვს და ესეთი კარგად შეიწოვება 1 საათის განმავლობაში. კარგად დაატენიანებს თვალს. აი სულ ეს არის, ესეთი მარტივია ძალიან, არც დისკომფორტი არ არის და წავედით ახლა ვივარჯიშოთ.